დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. მედეა, მომაკვდინებელი სიყვარული. რეჟისორი სილვენ ბერჟერი. როგორც იქნა გამოჩნდა ხმელეთი. იასონმა გადახედა მეგობრებს, არგოს მეზღვაურებს, არგონავტებს, საბერძნეთის ყველაზე მამაც მეომრებს. მათ შორის იყვნენ ტყუპები, კასტორი და პოლიდევკესი, თავად ჰერაკლე და დიდი მუსიკოსი ორფეოსი. წინამძღოლის მსგავსად მათაც აღფრთოვანება დაეუფლათ და შვებით ამოისუნთქეს, როცა საბოლოოდ დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. ეს იყო გრძელი და ხიფათით სავსე მოგზაურობა. კოლხეთის სანაპიროსთან ერთად ახლოვდებოდა მათი ძიების ობიექტიც, სახელგანთქმული ოქროს საწმისი. ოქროს საწმისი გახლდათ ზევსისთვის შეწირული ფრთიანი ვერძის ტყავი. თუ იასონი მას დაებრუნებდა, თავისი სამეფოს იოლკოსის ტახტზე ავიდოდა, რომელიც იმჟამად მის ბიძას, ვერაგ პელიასს ეჭირა. პელიასმა ძმის შვილს ასეთი გარიგება შესთავაზა. ეს ტახტი შენია, მაგრამ ოქროს საწმისის დაბრუნებით უნდა დაამტკიცო, რომ მისი ღირსი ხარ. იასონმა გამოწვევა მიიღო. ერთ გულთანამგზავრებთან ერთად გმირი ბორცვზე ავიდა. მის მიღმა წმინდა ტყე იშლებოდა, სადაც მუხის ხეზე საწმისი ეკიდა. თუმცა მის ჩამოხსნამდე იასონს ჯერ კოლხეთის მეფის, აიეტისა და მითიური საწმისის მცველების ნებართვა უნდა მიეღო. აიეტს საწმისის დასაცავად მუხის ძირში საშინელი დრაკონი ეყენა. დრაკონს პირიდან ცეცხლის გამოტყორცნით შეეძლო ნებისმიერი დაენახშირებინა, ვინც კი საწმისს მიუახლოვდებოდა. ცბიერი და უგულო აიეტი სიამოვნებას იღებდა ნებისმიერი ადამიანის მოკლით, ვინც მის მიწაზე ფეხს დადგამდა. იასონი სასახლეში შევიდა. აიეტს გვერდით ქალიშვილი ედგა, ულამაზესი მედეა. ის ჯადოქარი იყო. შესაძლოა ყველაზე ძლევამოსილი, კიდევ უფრო დიადი, ვიდრე მისი მამი და კირკე, გარდა სახვისა და ჯადოსნური შელოცვების ოსტატი. აიეტმა ყურადღებით მოусმინა სტუმრის თხოვნას და ასეთი რამ უთხრა. თუ სამ დავალებას შეასრულებ, ოქროს საწმისი შენი იქნება. სამი ურთულესი დავალება. უღელში უნდა შეება ბრინჯაოს რქიანი და ჩლიქებიანი ორი ცეცხლის მფრქვეველი ხარი. მოეხნა მინდორი და დაეთესა გველეშაპის კბილები. მიწაში მოხვედრის შემდეგ ამ არაჩვეულებრივი კბილებიდან მეომრები ამოიზრდებოდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაემარცხებინა. იასონი გაოცდა. აიეტის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, სად უნდა ეშოვა დრაკონის კბილები? აიეტს გაეღიმა. მან ხელი გაუწოდა და მუშტი გაშალა, სადაც უზარმაზარი კბილები ეწყო. აი ისინიც. ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. დათესე. იასონმა დარბაზი მძიმე განწყობით დატოვა. ოლიმპოს ქალღმერთებმა, ზევსის ცოლმა და ქალიშვილმა ჰერამ და ათენამ ეს სცენა სრულად იხილეს. როდესაც იასონი წავიდა, გაოგნებულებმა განიხილეს,
რით დახმარებოდნენ. ერთი აზრი გაუჩნდათ. ქალღმერთებმა სიყვარულის ღმერთ ეროსს მიმართეს და სთხოვეს, რომ მეფის ქალიშვილი მედეა იასონის მიმართ მხურვალე ვნებით აეგიზგიზებინა. ეროსი დათანხმდა და ქალღმერთებს დაპირდა, რომ მედეას ხანგრძლივ ვნებას ჩაუნერგავდა. იასონი უკვე თანამგზავრებთან დასაბრუნებლად ემზადებოდა, როდესაც მის წინ მედეა გაჩნდა. ეროსის მიერ ჩანერგილი ვნებისგან აკანკალებული ხმით, გრძნეულმა ქალმა გამოუცხადა: მზად ვარ დავალების შესრულებაში დაგეხმარო, მე თვითონ დაგიცალო. მხოლოდ ორი პირობით. იასონს მედეა უნდა წაეყვანა შორს მამისგან, რომელიც არ უყვარდა. ასევე პირობა უნდა დაედო, რომ ცოლად მოიყვანდა. იასონი ჩაფიქრდა, მედეა მართლაც ულამაზესი ქალი იყო და ასეთი შეთავაზება მის მოლოდინს აღემატებოდა. ვაჟმა ოლიმპოს ყველა ღმერთის სახელით დაიფიცა, რომ მასზე არა მხოლოდ დაქორწინდებოდა, არამედ მთელი სიცოცხლე უერთგულებდა. მედეამ მიაწოდა ჭურჭელი, რომელიც სისხლისფერი სითხით იყო სავსე. ეს მალამო იასონს დაიცავდა იმ არსებათა ცეცხლისგან, რომელთაც უნდა შებრძოლებოდა. შემდეგ გადასცა ქვაც, რომელიც ჩვეულებრივი ქვისგან არაფრით განსხვავდებოდა. მედეამ აუხსნა, როგორც კი დრაკონის კბილები შემზარავ მეომრებად გარდაიქმნებოდნენ, ქვა მათ შუაში უნდა ჩაეგდო. ძლიერების მიუხედავად, საოცრად სულელი მეომრები იყვნენ და ამ ქვის გამო ერთმანეთს ბრძოლას დაუწყებდნენ. იასონმა აიღო ჭურჭელი, ქვა, შუბი, ფარი და ცეცხლის მფრქვეველი ხარებისკენ გაეშურა. მოახერხა მათი უღელშიშებმა და აიძულა მიწა მოეხნათ. მინდვრის მოხნის შემდეგ მეფე აიეტის მოთხოვნისამებრ დრაკონის კბილებიც დათესა. უეცრად შეიარაღებული და ჩაფხუტიანი მეომრები მიწიდან წამოიმართნენ. ძლიერები, მაგრამ საოცრად სულელები, როგორც მედეამ თქვა. იასონი სწრაფად მოქმედებდა. მან ჯადოქარი ქალის მიერ მიცემული ქვა მტრისკენ ისროლა. შემდეგ მოხდა ზუსტად ის, რაც მედეა მიწინასწარ მეტყველა. დრო იყო იასონი აიეტთან დაბრუნებულიყო და ჯილდო მიეღო. სასახლისკენ ის მედეასთან ერთად გაემართა. გრძნეული ქალი მანძილს ინარჩუნებდა, რადგან მამამის ეჭვი არ გასშენოდა. მან კარგად იცოდა, რომ იასონის წარმატების შემთხვევაში მეფე უმალ მიხვდებოდა, რომ მას ვიღაც დაეხმარა და ის დამხმარე ჯადოქრის ნიჭით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული და ეს მისივე ქალიშვილი იქნებოდა. არა, მეფის პასუხი მტკიცე იყო. ის არაპირებდა ოქროს საწმისის დათმობას და საშინლად განრისხდა, რომ მისმა ხაფანგმა არ გაამართლა. ამიტომ ახლა არგოს დაწვითა და არგონავტების დახოცვით დაემუქრა. შეძრწუნებულმა იასონმა სასახლე დატოვა. მედეაც მას მიყვება. რა ვქნათ? საწმისი უნდა მოიპარო, მტკიცედ განუცხადა ჯადოქარმა. მაგრამ საწმის ხომ საშინელი დრაკონი იცავს. მედეა ამშვიდებს. არ შეგეშინდეს. იასონი ქალს წმინდა ჭალაში მიყვება. ოქროს საწმისი მართლაც იქ არის. დრაკონის ძალიან ახლოს დგას. შემზარავია. სხეულით არგოზე უფრო დიდია. კანი მჭრელი ფარფლით აქვს დაფარული. და რაც მთავარია, უძლეველი და უკვდავია. მედეა ნელა მიუახლოვდა. იდუმალი შელოცვის ჩურჩულით ღვიის ხისტოტი აიღო. მისგან ნარკოტიკული ეფექტით ცნობილი წვენი გამოწურა და დრაკონს თვალებში შეასხურა. ურჩხულს მაშინვე ღრმაძილი დაეუფლა. გზა თავისუფალი იყო. იასონმა მუხიდან ოქროს საწმისი ჩამოხსნა.
ახლა სწრაფად უნდა გაქცეულიყვნენ, ორმაგაც სწრაფად, რადგან აიეტს ეს ამბავი უკვე შეეტყო და თავისი მეომრები დაედევნებინა. მედეამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. თავისი ნახევარ-ძმა აფსირტე დაიჭირა და მძევლად აიყვანა. როგორც იქნა სამეული არგოზე ავიდა და ნაპირს მოსცილდა. თუმცა აიეტის გემი კვალ-დაკვალ მიყვებოდათ. არგონავტები ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ მდევარი სულ უფრო უახლოვდებოდა. მედეა შიშმა შეიპყრო. მამასთან დაბრუნება მისთვის წარმოუდგენელი იყო. იცოდა აიეტი იასონს შეიპყრობდა და სიკვდილით დასჯიდა მამაკაცს, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა. მედეამ უცებ წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა. ხანჯალი აიღო, ნახევარ-ძმა შეიპყრო და გული უყოყმანოდ გაუყო. შემდეგ იგივე შემართებით თავი მოაჭრა. სხეული დაანაწევრა და შეძრწუნებული არგონავტების თვალწინ ნაჭრები ერთმანეთის მიყოლებით ზღვაში გადაყარა. მეფე აიეტმა შოკისგან კინაღამ გონება დაკარგა. როდესაც დაინახა, რომ მისი შვილის თავი ტალღებზე ტივტივებდა. ხომალდი მაშინვე გააჩერებინა და ეკიპაჟს უბრძანა აფსირტეს სხეულის ნაწილები შეეგროვებინათ, რათა ღირსეულად დაეკრძალა. ამასობაში არგო ღია ზღვაში გავიდა. ბერძნები გადარჩნენ. სწორედ ამ დროს გაისმა საზაველი ხმა. ეს ზევსი გახლდათ. მედეას საქციელით შეძრწუნებულმა ღმერთების მეფემ ბრძანა. ასეთი საშინელი მკვლელობისთვის შეყვარებულები სიცოცხლით აგებენ პასუხს თუ არ განიწმინდებიანო. მედეამ იცოდა, რომ მათი განწმენდა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო. მის მამიდას, ძლევამოსილ ჯადოქარ კირკეს. კირკეს შესახებ 1000 ლეგენდა დადიოდა. თითოეული ერთმანეთზე საშინელი. არგომ კურსი შეიცვალა. კირკეს საცხოვრებელი კუნძულისკენ მიმავალი გზა გრძელი და სახიფათო იყო. უნდა გადაელახათ არაერთი დაბრკოლება. ზღვაში 30 დღიანი მოგზაურობის შემდეგ იასონმა და მედეამ დიადი ჯადოქრის სასახლეს მიაღწიეს. ისინი განწმენდის საძიებლად მისულ თხოვნელთა რიგებს შეერივნენ. ალისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი კირკე წინ გამოვიდა. მდუმარე გრძნეული წყვილს მიუახლოვდა და მათ ზემოთ კრავი ასწია. შემდეგ ყელი გამოჭრა და სანამ სისხლი იასონისა და მედეას ხელებს ესხმოდა, ზევს შეღაღადა. რიტუალის დასრულების შემდეგ კირკემ ძმისშვილს მკაცრად შეხედა და უთხრა: მე განგწმინდე. შენ წინააღმდეგ არაფერს მოვიმოქმედებ, მაგრამ იცოდე, მე არც შენს ჩანაფიქრს და არც შენს სამარცხვინო საქციელს არ ვეთანხმები. ახლა კი მომშორდი. მედეას წრემლები გადმოცვივდა. იასონი, რომელიც სულ უფრო მეტად შფოთავდა ახალგაზრდა ქალზე თავს დამტყდარ უბედურებათა გამო, წუხდა, ხომ არა უხდებოდათ მას და მის მეგობარს წყევლა. მგზავრობა გაგრძელდა. როდესაც არგო კორფუს კუნძულთან მიცურავდა, აიეტის მიერ გამოგზავნილი მძლავრი მძიმედ შეიარაღებული გემი გამოჩნდა. კოლხეთის მეფეს დევნა არ შეუწყვეტია. იასონმა გააცნობიერა, რომ მათზე ნადირობა არასდროს დამთავრდებოდა. სადაც უნდა წასულიყო, რაც უნდა მომხდარიყო, აიეტი ყოველთვის კვალდაკვალ მიყვებოდა. მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა, მედეაზე დაქორწინება. მაგრამ არა თავისი დაპირების შესრულების გამო.
იასონმა კარგად იცოდა, რომ მეფე შეწყვეტდა ქალიშვილის დაბრუნების მცდელობას, როგორც კი ქალწულობას დაკარგავდა. იასონმა მეგობრებს ნავსადგომში შესვლა უბრძანა. როგორც კი ნაპირზე გადავიდნენ, დაქორწინდნენ. არგონავტები მოწმეებად ჰყავდნენ. შემდეგ კი ოქროს საწმისი საქორწინო სასტუმრად გამოიყენეს. მდევრებმა დაიგვიანეს. ქორწინება შედგა. წყვილი გადარჩა. იოლკოსში დაბრუნებულ იასონს საშინელი ამბავი ელოდა. მან აღმოაჩინა, რომ მის ბიძას, პელიას, რომელიც ოქროს საწმისის დაბრუნების შემთხვევაში ტახტის დათმობას დაპირდა, არა მხოლოდ მამამისი მოეკლა, არამედ მთელი ოჯახი ამოეხოცა. ამ სამარცხვინო საქციელით განრისხებულმა იასონმა და არგონავტებმა გადაწყვიტეს, რომ პელიასი უნდა მოკვდეს. თუმცა ქალაქი კარგად იყო შეიარაღებული და ასეთ მცირე რიცხოვან თავდამსხმელთა მოგერიება არ გაუჭირდებოდა. მედეა სიტყვის სათქმელად წამოდგა. კიდევ ერთხელ იასონისადმი უსაზღვრო სიყვარულით შთაგონებული. მან არგონავტებს სანაპიროზე დამალვა დაავალა. როდესაც სასახლის სახურავზე ანთებულ ჩირაღდანს დაინახავდნენ, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ პელიასი მკვდარი იყო. კარიბჭე კი ღია. ისინიც თავისუფლად შეძლებდნენ ქალაქის აღებას. მედეა იოლკოსისკენ მარტო გაემართა. ქალაქში აჩრდილივით შეიპარა. სასახლეში შევიდა და შეუმჩნევლად პელიასის 4 ქალიშვილის საძინებელში აღმოჩნდა. გოგონებს გამოუცხადა, რომ ქალღმერთ არტემიდას მიერ გამოგზავნილი ელჩი იყო, რომელმაც გადაწყვიტა მათი მოხუცი მამისთვის ახალგაზრდობა დაებრუნებინა. ქალიშვილები ხითხითებდნენ, მისი ერთის სიტყვისაც არ ჯეროდათ. მათ დასარწმუნებლად მედეამ უზარმაზარ ქვაბში წყალი აადუღა. შიგ ჯადოსნური ბალახები ჩაყარა და ბებერი ვერძის მოყვანა ითხოვა. შემდეგ ცხოველს ხელი გამოჭრა და ორთქლიან სითხეში ჩააგდო. რამდენიმე წამის შემდეგ ქვაბიდან საყვარელი პატარა ბატკანი ამოხტა. პელიასის ქალიშვილები მაშინვე დათანხმდნენ, რომ მამაც გაახალგაზრდავებულიყო. ისინი მედეას შეევედრნენ. ჯადოსნური ბალახები მათთვისაც მიეცა. გრძნეულმა ქალმაც ხალისით გაუნაწილა. შემდეგ გოგონები პელიასთან მივიდნენ, რომ მისთვის ქალღმერთ არტემიდას სურვილი გადაეცათ, რაც ახლახან თვითონაც იხილეს. ისინი ცდილობდნენ მამა დაერწმუნებინათ, მათთვისაც იგივე რიტუალი ჩაეტარებინათ. პელიასმა უარი განაცხადა, ხომ არ გაგიჟებულ ხართ, კითხა მან ქალიშვილებს. თუმცა ისინი ისევ დაჟინებით ცხოვდნენ და გაოცებით ამბობდნენ, როგორ გაახალგაზრდავდა ბებერი ვერძი. ასეთი გულუბრყვილობით გაღიზიანებულმა პელიასმა ისინი ხელის აქნევით დაითხოვა. მაგრამ გოგონები ასე ადვილად არ დანებდნენ. მამას ღიმილით შემოეხვივნენ და მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს. თუმცა ჯადოსნური ბალახები არ მოქმედებდა და მედეაც გაქრა. პელიასის საზარელი ყვირილი დღემდე გაისმის იოლკოსის ცაში. ავიდა თუ არა იასონი საბოლოოდ სამეფო ტახტზე? არა. ხალხმა ის მეფის სიკვდილში დაადანაშაულა. იასონი სამეფოდან გააძევეს და მის ნაცვლად პელიასის ვაჟი აკასტე გაამეფეს. სამეფოდან განდევნილი იასონი და მედეა იძულებულნი გახდნენ თავშესაფარი სხვაგან მოეძებნათ. საბოლოოდ კორინთოში მეფე კრეონმა მიიღო. 10 ბედნიერი წლის განმავლობაში მედეამ იასონს 2 ვაჟი, მერმეროსი და ფერეტოსი აჩუქა. მედეა 1000 ძალის მფლობელი ქალი დამშვიდდა. უკვე დარწმუნდა, რომ სიცოცხლეს იმ კაცის გვერდით დაასრულებდა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. მაგრამ ერთ დილით
მოხუცმა მეფე კრეონმა იასონი დაიბარა და გაუმხილა, რომ სურდა ქალიშვილ კრეუსასთვის სიცოცხლეშივე კეთილშობილი ქმარი მოეძებნა, კაცი, რომელიც მისი სამეფოს მემკვიდრე გახდებოდა. ის სწორედ იასონზე ფიქრობდა, მაგრამ ის ხომ უკვე დაქორწინებული იყო, რა დასანანია. მაგრამ ამისთვის მხოლოდ მედეაზე უარი უნდა ეთქვა. ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნა კრეონმა, მედეა უცხოელია და ბერძნული კანონის თანახმად იასონის ცოლად არ ითვლება. კრეუსა ახალგაზრდა, ლამაზი ქალი იყო. იასონს ბევრი დარწმუნება არ დასჭირვებია. იოლკოსის ტახტი მას ხელიდან გამოეცალა. ეს კი მისი შანსი იყო, რომ კორინთოს მეფე გამხდარიყო. მედეა თავს დამცირებულად იგრძნობდა, მაგრამ არ აუშავდა. იმავე დღეს კრეონმა ჯადოქარი თავისი სამეფოდან გააძევა. მედეას სასოწარე კვეთა. ყველაფერი, რაც მისთვის ძვირფასი იყო, მოულოდნელად წაართვეს. მან თავი ხელში აიყვანა და მეფეს სთხოვა ქალაქში ერთი დღით დარჩენის უფლება მიეცა. კრეონი დათანხმდა. ის ხომ წამითაც ვერ წარმოიდგენდა, რა საშინელ შურისძიებას აპირებდა დამცირებული გრძნეული ქალი. მედეამ მოამზადა კაბა, დიდებული სამოსელი, რომელიც ყველაზე ლამაზ ქალღმერთებსა და ყველაზე კეთილშობილ დედოფლებს შეეფერებოდა და მეგობრობის ნიშნად მეტოქეს გაუგზავნა. კრეუსა გაოცებული დარჩა. მან კაბა უმალ მოირგო, თუმცა შემზარავი შედეგით. როგორც კი ჩაიცვა, მთლიანად ცეცხლში გაეხვა. კრეუსა დაიწვა. ალმოდებული აუტანელი ტკივილებით ცოცხლად დაიწვა. ამ დროს მედეა უკვე ჰერას ტაძრისკენ მიდიოდა. ის მარტო არ იყო, თან მისი და იასონის შვილები ახლდნენ. ბნელოდა. ჰაერი მძიმე მდუმარებას მოეცვა. მედეამ მერმეროსი და ფერეტოსი გვერდით დაისხა. შემდეგ ხელში აიყვანა და ნაზად მიიხუტა. მის თვალებში არც რისხვა, არც ეჭვიანობა და არც სასოწარკვეთა არ ჩანდა. უეცრად საშინელი კივილით მედეამ ხანჯალი ამოიღო და შვილებს გულში გაუყარა. ოქროს საწმისის მომპოვებელი გმირი აჩრდილს დაემსგავსა. მისთვის მნიშვნელობა დაკარგა ყველაფერმა, აღარც ძალაუფლება აინტერესებდა და აღარც დიდება. მარტოდ დარჩენილი და უბედური, მხოლოდ მოკლული ვაჟების, წარსული გმირობებისა და დიდი ხნის წინ დაკარგული სიყვარულის მოგონებებით ცხოვრობდა. ერთ დღეს, როდესაც ხის ქვეშ იწვა, თავისი ძველი დამპალი გემის არგოს გვერდით, ჭიებისგან შეჭმული კიჩო მოწყდა და გრუხუნით დაეცა. იასონი მყისიერად ძილში მოკვდა. რა ბედი ეწია მედეას? მასზე არაფერი ვიცით. ზოგი გადმოცემის თანახმად ათენში გაემგზავრა, სადაც მოხუცი მეფე ეგევსი მოაჯადოვა, ვიდრე იქიდანაც გააძევებდნენ. სხვები ამტკიცებენ, ღმერთებმა სიცოცხლე წაართვეს, თუმცა საშინელი დანაშაული აპატიეს. მისი სული ელისეს მინდვრებში გადაიყვანეს, სადაც გმირ აქილევსის სულს შეეუღლა. მას შემდეგ, რაც ის
ტროას კედლებთან დაიღუპა. მედეა, მოხეტიალე ქალი, უცხო, დამცირებული და ღალატის მსხვერპლი ქალის სიმბოლო, რომელიც სიყვარულის გამო ყველაფრისთვის მზად არის, თუნდაც საკუთარი შვილების დახოცვისთვის. გააფთრებული მესაკუთრე ქალი, რომლის სიყვარული მომაკვდინებელ ვნებად გადაიქცა.